15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა. ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფებოდა. მინისტრმა ერთ-ერთ პატარა პაციენტს გამოჯანმრთელება მიულოცა და სახლში გაცილების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა კი თურქეთში საქართველოდან სამკურნალოდ ჩასული ონკოპაციენტი ბავშვები მოინახულა. ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღესა და ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ თამარ ჩიკვატიას სიუჟეტი ნახეთ. ზარი, რომელიც 15 წლის ანიმ დედასთან ერთად დარეკა, ნიშნავს იმას, რომ მან სიმსივნე დაამარცხა. ექიმებმა, კლინიკის ხელმძღვანელებმა და ჯანდაცვის მინისტრმა პატარა პაციენტს გამოჯანმრთელება ერთად მიულოცეს. მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, რომელსაც 9 თვის განმავლობაში ებრძოდა, დამარცხებულია. ჩემიანი დღეს მგონია, რომ მეორედ დაიბადა. ეს პირველ რიგში უფლისნებით და მეორედ აი ჩვენი კლინიკის უდიდესი კმაყოფილი ვარ. საუკეთესო გუნდი, რა ვიცი, 9 თვის განმავლობაში ჩვენ თავს გვძნობდით როგორც საკუთარ ოჯახში. და რა ვიცი, დღეს შედეგის სახეზე არის, რომ ჩემიანი გამარჯვებულია. ანისთან ერთად იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ბოლო 2 თვის განმავლობაში სიმსივნეზე კიდევ 10 პატარამ გაიმარჯვა. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ დაავადებასთან ბრძოლის პროცესი კომპლექსურია და მასში განსაკუთრებული მნიშვნელობა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ენიჭება. ამ დღეს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ბავშვთა კიბოსთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა იყოს ეს დაავადება ყველასათვის ცნობილი, როგორც არა განაჩენი, არამედ როგორც დაავადება, რომლის დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესაძლებლობები არსებობს. ყოველი გამოჯანმრთელებული ბავშვი არის დიდი წარმატება ონკოლოგიური დეპარტამენტის ექიმებისთვის, იაშვილის დეპარტამენტის ექიმებისთვის და რაც თავარია მთელი საქართველოსთვის. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი, სადაც თარიღი ონკოლოგიის საერთაშორისო სიმბოლო, ყვითელი ბაფთითა და ყვითელი რუშტებით აღნიშნეს. მინისტრმა კლინიკაში მყოფი ბავშვები მოინახულა და მათ საჩუქრები გადასცა. ყველა ბავშვს მინდა რომ ჰქონდეს მტკიცე ურყევი ჯანმრთელობა. ამისთვის ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, ბევრი გულშემატკივრობს ამას ყველაფერს და მე მინდა მათი სახელითაც და ყველა სახელით დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ ექიმს, რომელიც მუხლჩაუხრელად იბრძვის, რასაც ქვია თითოეული ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ექიმები ყველაზე მეტად მოვეწონა. იმიტომ რომ მეთამაშებოდნენ, მეგობრებთან თამაშობდი, ხატავდი, ხან ტელეფონში ვუყურებდი და 7 წლის დანიელი ერთ-ერთია იმ პაციენტებს შორის, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამის საშუალებით მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ გაიარეს. პროგრამის ბენეფიციარებს დღეს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა და მკურნალობის დეტალები მათგან და მათი მშობლებისგან პირადად მოისმინა. წავედით თურქეთის ანადოლის კლინიკაში. ვიყავით 6 თვე, სრულად ყველაფერი დაგვიფინანსდა, მაღალი სტანდარტებით კეთდებოდა ლილეს მკურნალობა, ექიმის მომსახურეობა. ეხლა ვართ კონტროლის ეტაპზე, დავდივართ 6 თვეში ერთხელ. ჩვენს ქვეყანაში რაც კი ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროგრამა. რამდენი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. სამედიცინო სერვისები იფარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მკურნალობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები იფარება ფონდის კერძო შემოწირულობებიდან. უცხოეთში სერვისის მიღებასთან ერთად ასევე შესაძლებელია პაციენტებს შეუძლიათ სრული კურსი გაიარონ საქართველოს შესაბამისი პროფილის კლინიკებში. სახელმწიფო პროგრამით საზღვარგარეთ მყოფ ონკოპაციენტებს და მათ მშობლებს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი შეხვდა. ბენეფიციარების მკურნალობის პროცესს გაეცნო და პატარა პაციენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან ამოქმედდა. მსოფლიოს 8 წამყვან კლინიკას მოიცავს და მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს. ამოქმედებიდან დღემდე პროგრამაში 160 ბენეფიციარი ჩაერთო.